მოგესალმებით ჩემო მოგესალმებით ჩემო ერთგულებო. მოვედით თქვენთან მორიგი საჯარო გაშლით და დღეს მინდა გავაკეთო ესეთი გაშლა. ნახოთ თქვენი პარტნიორის ფიქრი, გრძნობა და მოქმედება. გაშლაში გვექნება ორი ვარიანტი და გვაქვს ორი დასტა. ან უნდა არჩიოთ ერთ-ერთი დასტა და ან პირველი მეორე, ან ეს დასტა, ან ეს, რომელიც უფრო მიგიზიდავთ. დავამატებ მინერალებსაც, რომ უფრო გაგიადვილდეთ არჩევა, თუ გაგიადვილებთ ეს საქმეს, გაგიადვილდეთ არჩევანის გაკეთება. აქვე შეგახსენეთ, ვისაც სურს ჩემთან პირადი კონსულტაცია, უნდა მომწეროთ, არ მირეკავთ, უნდა მომწეროთ WhatsApp-ში ან Viber-ში ნომერზე 5131818 და ასევე შეგიძლიათ მომწეროთ ტაროს სამყაროს Facebook გვერდზე Messenger-ში. მაშ ასე, პირველი ვარიანტი იქნება ეს დასტა და დავამატოთ აქ მოდით ის ბროლი და მეორე ვარიანტი იქნება ეს დასტა და დავამატოთ აქ მოდით ვარდისფერი კვარცი. მოუხდა. აირჩიეთ ერთ-ერთი და დავიწყოთ. გადავდოთ მეორე დასტა გვერდით, ვინც აირჩიეთ პირველი ვარიანტი, იმედია განწყობილი ხართ უკვე გაშლისთვის და მოდით ვნახოთ ფიქრი, გრძნობა, მოქმედება თქვენი პარტნიორის, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ. რას ფიქრობს თქვენზე, ან თქვენს ურთიერთობაზე? რატო გიყურებთ ეს ადამიანი გვერდიდან, რატო უწევს? მიუხედავად იმისა, რომ ძალიან იზიდავთ მას, ძალიან აინტერესებთ და ნებით, გრძნობებით, ემოციებით არის თქვენს მიმართ, ეს ადამიანი გვერდიდან ვიყურებთ თქვენ, ან უყურებს თავის ურთიერთობას გვერდიდან. როგორც ჩანს, აქ ცალ-ცალკე ხართ, დაშორებული ხართ, ან რაღაც კრიზისული მდგომარეობა არის, გადაფასებას აკეთებს შესაძლოა ამ ურთიერთობის და კიდევ აქ შეიძლება იყოს როგორ მომენტი, რომ ეჭვიანობს, ხო? ხო, აქ პრობლემა არის. პირველ ვარიანტში არის პრობლემა, რაღაცა კრიზისი არის თქვენს ურთიერთობაში, თითქოს შეიძლება დაშორებულები ხართ, ან იცით როგორ არის, ისე არ არის ყველაფერი როგორც წარსულში იყო. ყოველ შემთხვევაში და რას ფიქრობს, ხო? თავის ფიქრებში ეს ადამიანი წარსულში არის, აი იმ ურთიერთობაში, როგორი ურთიერთობას თქვენთან იყო, რაღაც ესეთი კარგი სასიამოვნო მისთვის, როდესაც ყველაფერი დალაგებული იყო და ამაზე ბევრს ფიქრობს. გარდა ამისა, იყურება გვერდიდან და კიდევ ერთი, თუ ყავთ ჩაფიქრებული პიროვნება, რომელიც არის თქვენი ყოფილი, და თქვა თქვენთან, თქვენს გვერდზე ახლა სხვა მამაკაცი არის, ან შეიძლება ფიქრობს ის, რომ თქვენს გვერდზე სხვა მამაკაცი არის, ის უბრალოდ ძალიან ეჭვიანობს, განიცდის და ფიქრობს, რომ აი რა კარგად ვიყავით მაშინ და ეხლა რო არ ვართ ესე და მოკლედ ეჭვიანობის ამბებია. ფაქტია, რომ ამ გადახარშვა ხდება, რაღაცების გააზრება ხდება, რაც არის თქვენს ურთიერთობაში. რაც ხდება უბრალოდ თქვენს ურთიერთობაში. მოდით ვნახოთ მისი გრძნობები. რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო ქალი ხართ მისთვის, ძალიან მიმზიდველი ქალი ხართ მისთვის. ფიქრობს, რომ თქვენ ხართ ქალი, რომელთანაც მას შეუძლია გულახდილი საუბარი, რომელთანაც მას მოაქვს სიმშვიდე. თქვენს გვერდზე ეს ადამიანი რაც გრძნობდა და სიმშვიდეს გრძნობდა, ერთგვარ მზრუნველობას. მზრუნველობას გრძნობდა, ხო? აი ხედავდათ როგორ ქალს, როგორც მზრუნველი თბილი, როგორც მიმზიდველი, რომელსაც ერთი შეუძლია 1000-ად აქციოს და ასე შემდეგ, ხო? საკმაოდ ისეთი საინტერესო პასუხი გაქვთ თავის გრძნობებთან დაკავშირებით, ძალიან იზიდავთ მას, მე ეხლაც, იმიტომ რომ არის ეს მიზიდულობის მომენტი, არის ეს უნების მომენტი და აი მონატრების, სიმშვიდის მონატრების მომენტი, რომელიც თქვენ მისთვის მიგქონდათ, რომელსაც თქვენ მას აძლევდით. მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ მოქმედება. ხო, როგორი მოქმედებს? მისი მოქმედებაც გვაინტერესებს უახლოეს პერიოდში. როგორც აღმოჩნდა ჩემო ძვირფასებო, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი თქვენს მიმართ გრძნობებითაც არის გამსჭვალული, ინტერესიც აქვს თქვენი, სადღაც ეჭვიანობს კიდევაც, ხომ? განიცდის იმას, როგორ სიამტყვილობაში იყო თქვენთან, როგორ კომფორტის ზონაში იყო თქვენთან და რომ არ აქვს ახლა ეს კომფორტის ზონა, მას რა თქმა უნდა ეს არ მოწონს, მაგრამ რა გვაქვს ახლა აქ, რას მოქმედებს? არაფერსაც არ მოქმედებს. რატო?
იმიტომ რომ აი ზის ერთ ადგილას, აი ესე კურსავით ბოდიშით, აი ესეთი შედარებისთვის და აქ უკვე ჩანს რა, აი ის, რასაც შეგიძლიათ გრძნობს და რასაც განიცდის, აბსოლუტურად საწინააღმდეგოს გიჩვენებთ თქვენ, აბსოლუტურად საწინააღმდეგოს გამოხატავს, იმიტომ რომ აქ უფრო ცივი აგრესიული ენერგიები მოდის მისი მხრიდან, აქ ჩანს რომ ვიღაცა ძალიან ესე ჭკუას არიგებს, ვიღაცის ჭკუაზე დადის, არ წავიდეთ ეხლა რომ მანდამაინც სხვა ქალია, დიახ, შესაძლებელია იყოს მესამე პირი აქ და ეს მესამე პირი არიგებს ესე ჭკუას და მის ჭკუაზე დადის, მის დარიგებაზე დადის, მისი თითის დაქნევაზე, ხო? ანუ ვიღაცა მისი საკმაოდ მანიპულირებს და იმის ჭკუაზე დადის. ამიტომ მისი მოქმედება აქ თქვენს მიმართ იქნება, შეიძლება 0 ან ცოტა მეტი იქიდან გამომდინარე, რომ ვიღაცას ძალიან უჯერებს და ვიღაცის გავლენის ქვეშ არის, ხო? ვიღაცას სიტყვას უჯერებს ძალიან, აი ფაქტიურად როგორ ყავს ეს მიწიფლული, ყავს ესე წიხლი დაჭერილი აქ მასე და თითქოს გამოძრავების საშუალებას არ ეძლევს. შეიძლება ეს ადამიანი საკმაოდ სუსტი არის, შეიძლება ვამბობ, ხო, ეს ჩემს აზრს ვამბობ ეხლა ამ თვითას აქ და მარტივად ექცევა სხვისი გავლენების ქვეშ, ან შეიძლება უბრალოდ სხვადასხვა სახით მანიპულირებს, ახდენს მანიპულირებას სხვა ქალბატონი, შეიძლება იყოს ოჯახის წევრი, შეიძლება იყოს მეგობარი, შეიძლება იყოს მესამე პირი, რომელიც ცდილობს აი ამ კონკრეტული პიროვნების, ვინც თქვენ ჩაიფიქეთ, ამ შემთხვევაში თქვენი პარტნიორის თავისთვის წაყვანას, ფაქტია, რომ მისი მოქმედებაში ან ჯობია რომ მე მგონი უფრო ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში არანაირად არ იმოქმედებს, იმიტომ რომ თუ იმოქმედებს, თქვენშიც და მასშიც ეს მისი მოქმედება იქნება რაღაცნაირი აგრესიული, ცივი, ნეგატიური ენერგიების, ან უფრო გააფუჭებს საქმეს. ამიტომ ჯობია რომ საერთოდ არ იმოქმედოს. ან კიდევ ნახეთ როგორი მომენტია. თუ აქ არის და მაშინ მოდი ორი სიტყვით მაინც დავამატებ, თუ აქ არის ზემოქმედება სხვა ქალბატონისგან, მესამე პირისგან, ხო? მაშინ აქ შეიძლება არის, მოდით უმეტესწილად, პირველი ვარიანტი რაღაცა რაოდენობა ხო აირჩეთ, პროცენტულად დრო დავყოთ, უმეტესობა შემთხვევაში პროცენტულად ხომ, უმეტესობაში გამოდის ისე, რომ ეს ვიღაცა მესამე პირი აიძულებს მას, რომ იყოს თქვენს მიმართ აგრესიული და თუ იმოქმედებს მხოლოდ ნეგატიურად და არა დადებითად. აი ესეთი საინტერესო ამოგვივიდა პირველი ვარიანტი, თუ უფრო მეტი დეტალი გაინტერესებთ და დაგაინტერესათ ამ საკითხმა და გაშლამ, შეგიძლიათ მომწეროთ პირადში, არ მირეკავთ, მწერთ WhatsApp-ში ან Viber-ში ნომერზე 511-13-18-18 ან ასევე შეგიძლიათ მომწეროთ ტაროს სამყაროს Facebook Messenger-ში. გადავწოთ პირველი ვარიანტი. მოვიყვანოთ მეორე ვარიანტი. ვინც აირჩია ეს დასტა და ვარდისფერი კვარცი და მოდით ვნახოთ ეხლა რა ხდება აქ. რა მდგომარეობა არის აქ, ფიქრი, გრძნობა, მოქმედება, რას ფიქრობს თქვენზე ან თქვენს ურთიერთობაზე. რას ფიქრობს თქვენზე? ой, როგორ უნდა ამ ადამიანს რომ დავიწყდეს, მაგრამ როგორ სხვა რაღაც დაფრინავს, როგორ სხვა დაფრინავს, როგორ უნდა რომ ის ჭკუაზე იაროთ, ამ დროს თვითონ დადის სხვის ჭკუაზე, რაღაცა თითქოს პირველი და მეორე ვარიანტი ერთმანეთს გადაებაო, არ ვიცი, აი ნახოთ, მაინც პირველ ვარიანტსაც მოусმინეთ, მეორე ვარიანტებო გირჩევთ. აი ნახოთ გაშლა კიდე რას გვიჩვენებს, რას ფიქრობს ამ ურთიერთობაზე. იდეთ რა არის, დაბნეულობა არის, კითხვის ნიშნები არის, გაურკვევლობა, საკუთარ თავში არის გარკვეული. ეს ადამიანი სანამდე დაიწყებს ფიქრს თქვენზე და სანამდე დაიწყებს ფიქრს თქვენს ურთიერთობაზე, ჯობია დაფიქრდეს საკუთარ თავზე თავად რა უნდა. უნდა რომ თქვენ იყოთ მარიონეტი მის ხელში თუ თვითონ არის მსხვერპლის და სხვის მარიონეტია, თოჯინასავით არის სხვის ხელში და აქეთ იცით როგორ რაღაცასაც მიჩვენებს, ხო? რომ სადღაც თვითონ ვიღაცის მარიონეტია და ცდილობს რომ თქვენ მისი მარიონეტი გახდეთ. ანუ თითქოს დაგაჯეროთ რაღაცა, აი შეიძლება ესეც იყოს, ხო? აქ შეიძლება ორ სკამზეც ცდილობდეს მორგებას ვაჟბატონი და ორი სკამის ერთდროულად შენარჩუნებას. თხილად იყავით რომ კიდევ რაღაცა არ მოგატყუოთ, ან რაღაცა ტყუილი, რაღაცა არასწორი ინფორმაცია კიდევ შეიძლება მოვიდეს. შეიძლება ეს იყოს უნებლიეთ გაკეთებული ასევე მისი მხრიდან. ნახოთ აბა. ხო, აი აქ ჩასაფრების მომენტი, აი როგორი რეაქცია იქნება, როგორი რა მოყვება ამას, ხო, აი აქ თხილად იყავით რომ არ მოტყუდეთ.
თხილად იყავით რომ ამიტყუდეთ. მაგათ გრძნობები ვნახოთ. რამ გამწარა, გადაცეცხლებული რო არის ესე. ოხ. ნახეთ, სულ ცეცხლის ენერგია ამოვიდა, სულ. და საკმაოდ ისეთი აგრესიული ენერგია წამოვიდა. რატომღაც აქვს იცით როგორ ეს ადამიანი ძალიან არეულია. რატო არის თქვენზე გაბრაზებული, ეს ვერ გავიგე. რატო მოდის თქვენთან ესეთი აგრესიული და ისევ. ფრთხილად იყავით ამ ადამიანთან. აქ არც ენერგიებს აჩვენებს ამ ადამიანთან სუფთას, არც რაღაცა განწყობას აჩვენებს სუფთას. ძალიან ისეთი ენერგიები, ხა იცით რა არის? მოგეთ რომ კიო აი ცეცხლოვანი ენერგიები, რაღაცა ისეთი არის, ვნების და ეს ენერგია, აი ეს გრძნობები, რასაც ჩვენ გვიჩვენებს ახლა დასტა, უფრო აგრესიისკენ გვიჩვენებს, უფრო რაღაცა სიბრაზისკენ გვიჩვენებს, თითქოს აი გაბრაზებული არის, შეიძლება სასმელში, იცით, აი თავის გრძნობებს ახშობს რითი? შეიძლება სასმელს იღებს ბევრს, შეიძლება შეიძლება კი არა, ასეც იქნება, მთლად დალაგებული ცხოვრებით არ იცხოვრებს, მთლად არ შეიძლება რომ ფხიზლად იყოს, არაფხიზელი მდგომარეობით უფრო უყურებს ცხოვრებას. აქ შეიძლება იყოს სიარული, ხო, მარცხნივ, მარჯვნივ, სხვა დროებით პარტნიორებთან. ძალიან უცნაური ენერგიები ამოდის აქ. მე მაგალითად აქ დიაგნოსტიკას გავაკეთებდი. აი ამ ვარიანტზე, იმიტომ რომ იცით როგორ არის თქოს აი კაცი გალოდდა, სოსასმელები, სოქალები, აი კაცი არის, კაცებიც მისმენენ ხოლმე ხშირად აქ, ხო? თუ კაცები მადლობა რა თქმა უნდა მათ მამაკაცები ვინც უსმენენ. აი აქ შემთხვევა ამ გაშლაში უკვე სხვა დათქმა უნდა გავაკეთო. ქალი ეყოლებათ ბუნებრივია ჩაფიქრებული და ეს ნიშნავს იმას, რომ ცოტა ისეთი აღარ ახსენებს ცხოვრებით დაიწყო. აი თითქოს უნდა რომ ჩაიკლას თავისი, არ ვიცი, დარდი თუ აი სიბრაზე თუ რაღაც არის ეს ნეგატიური, აგრესიული ენერგიები ჩაკლას სასმელში, ჩაკლას რაღაც აღარ ახსნელ ცხოვრებაში. აი აიშვა თითქოს ესეა და ანალოგიურად არის იგივენაირი მდგომარეობა არის ქალბატონებთანაც ჩემო ძვირფასებო, იმიტომ რომ ეს ცდილობს რომ რაღაც არასწორი ხერხებით ახდენს თავისი გრძნობების ჩახშობას. აი თითქოს ცდილობს რომ დაახშოს ეს სხვა ქალებთან სიარულით, სხვა რაღაცა სასმელის მიღებით, შეიძლება რაღაც არ გარკვეული ნეგატიური კი არა და აკრძალული ნივთიერებები და ასე. აი თითქოს თავის საკუთარ თავს ტანჯავს ეს ადამიანი ძალით. აქ საინტერესო იქნებოდა, ეხლა ეს საჯარო გაშლა არის ბუნებრივად არ გამოვა, მაგრამ საინტერესო იქნებოდა რომ აქ შეგვეხედა დიაგნოსტიკისთვის რა ჭერს ამ ადამიანს, რატო ამოსდის ესეთი ენერგიები. მოქმედება. ეს ადამიანი რო ჩუმად იქნება არა. ჩუმად არ იქნება ეს ადამიანი, იმიტომ რომ ნახეთ ახლა როგორ არის. თან თვლის რომ ესე იგი მე თუ არ შემხვდება, არც სხვა შეხვდება, ანუ თქვენ თავზე არის საუბარი, თან თვლის რომ თქვენ მისი საკუთრება ხართ, მოქმედებები იქნება ძალიან აი იცით რა როგორი გრადაცია იქნება დაწყებული, აი რაღაცა სულელური ბავშვური გამოხტომებიდან დამთავრებული რაღაცა ესეთი ტუტუცური ვითომ კაცური საქციელებით, ხო? ეს ადამიანი ძალიან დიდ გაურკვევლობაში არის. ექნება რაღაცა გამოხტომები, ექნება რაღაცა ემოციების გამოხატვები, როგორც დადებითი, ისევე უარყოფითი ემოციების გამოხატვები, მაგრამ ამ ადამიანს რაღაცა ჭირს მეორე ვარიანტში. იმიტომ რომ მას იცით როგორ რაღაცა აქვს. არ ვიცი, რაღაცა ძალიან დიდ ტვერს ატარებს, რაღაცა ძალიან დიდ ტკივილს ატარებს, რომელსაც თქვენს ვერ ხედავთ. რაღაცა დიდ პრობლემას ატარებს, რომელსაც თქვენ ვერ ხედავთ. და აი ხო არის ესეთი კატეგორია, რომელიც რაღაცას რო განიცდის, იმიტომ რომ დაფაროს ეს თავის განცდები, ეს ტკივილი რაღაცა, რაც ასე ძალიან მას აწუხებს, იმის მაგივრად რომ გულწრფელად ილაპარაკოს ამაზე, ან თავის სისუსტე რო დაგანახოთ, ამის ნაცვლად აგრესიულია, ჩხუბობს, რაღაცას ამტკიცებს, რომ ვითომ აი მაგარიან და ჩუმად არ იქნება ყოველ შემთხვევისთვის. სულ რაღაც მოქმედებები იქნება მისი მხრიდან, მაგრამ აი არაფრის მომცემი, უფრო ნერვების მომშლელი.
თან აი გრძნობებში სულ აგრესიაა ჩვენ, აი რაღაცა ისეთი ცეცხლი, რაღაცა სულ ნაპერწკლებს ყრის. ისე მაინც მაინტერესება, უყვარ ხართ. გარბის შიში აქ, აი იცით როგორ არის, თითქოს აი ხსენებაზეც კი ცივი ოფლიას ხავს, ჭირს ამ ადამიანს რაღაცა, არ ვიცი. თუ გადაინტერესებთ, შეგიძლიათ ჩაიწეროთ პირად კონსულტაციაზე, შეგიძლიათ მომწეროთ WhatsApp-ში ან Viber-ში ნომერზე 511131818. არ მწერთ, არ მირეკავთ უბრალოდ, მომწერეთ WhatsApp-ში ან Viber-ში, ან შეგიძლიათ მომწეროთ ტარო სამყაროს Facebook გვერდზე Messenger-ში. მეორე ვარიანტი, პირველ ვარიანტსაც მოусმინეთ და აი აქ აი რაღაცნაირი შიში, ხო, არ ვიცი, გრძნობებზეც რო ვიყო, გაურბის აი ამ გრძნობებს, აი რაც გვაჩვენა გაშლაში ხო დავამატე ისევ, აი უყვარ ხართ და იძახის გაურბის ამ სიყვარულს. ესე იგი რაღაცა სერიოზული პრობლემა აქვს ამ ვაჟბატონს, რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ. აი ესე შემოკარგებო, თუ მოგეწონათ ეს გაშლა, ველოდებით თქვენს შეხმიანებას. ყველას დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის ჩემს გვერდზე, ყველა თითოეულ გამომწერს, თითოეულ ადამიანს, ვისაც მოწონებული აქვს ჩემი გვერდი, განსაკუთრებით კომენტარებისთვის, ყველას უდიდესი მადლობა, ვისაც არ აქვს გამოწერილი ჩემი გვერდი, გთხოვთ რომ გამოიწეროთ, მოიწონოთ და აქტიუროთ, მოკლედ. უღრმესი მადლობა, რომ ხართ ჩემს არხზე, ყველას უდიდეს ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს და კეთილდღეობას გისურვებთ.